გამარჯობა, ვაგრძელებთ ჩვენი გადაცემების ციკლს, რომელსაც ბიბლუსი თოქს ქვია. მე გიორგი გეგელიძე გახლავართ და დღევანდელი ჩემი სტუმარი არის 2000-იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული სახე ქართულ ლიტერატურაში, შესანიშნავი პოეტი, მე ვიტყოდი და ამავდროულად ლიტერატურის აქტიური პოპულარიზატორი, რთული სიტყვა, მაგრამ შევძელი ამის გამოთქმა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომელსაც ადრე მე ბევრი სხვა სახელით ვიცნობდი, მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო ხვიარა და ამავდროულად კიდევ ერთი დამატებითი სახელი, რომელსაც ჩე ეწოდებოდა და ჩე გასაგებია. საითაც მივყავართ ამ პატარა ნაწილაკს. იქ ეს ნაწილაკი არ არის, აქ არის ნაწილაკი. მოკლედ გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა. სალამი. დავიწყოთ ჩვენი ბავშვობის მე ზვიად კვარცხელია მყავდა სტუმრად და ვილაპარაკეთ რეგიონზე, ბავშვზე, რომელიც ცხოვრობს ცენტრს მიღმა და ინტერესდება ყველაზე ცენტრალური ამბით. ეს არის წიგნი. რა ხდებოდა შენს შემთხვევაში? და საერთოდ როგორ წყვეტს ადამიანი, რომ საკუთარი თავი ლიტერატურას მიუძღვნას? რა არის ის ნება, დუენდე, გნებავთ, რომლითაც ის ამ ამბავში შედის? გამარჯობა კიდევ ერთხელ და მადლობა ეგეთი წარდგენისთვის. ლიტერატურის პოპულარიზატორობას უფრო შევიფერებ, ვიდრე შესანიშნავ დრამატურგობასაც და საბავშვო ავტორობასაც. მადლობა. ეს გრძელი ჩამონათვალი მაშინებს, იმიტომ რომ მე უნდა მოაყოლო უბრალოდ კარგი ადამიანი და ყველასაც ის საყვარელი, რაც საკმაოდ დასაშიში. ასევე ყველასაც ის საყვარელი. ბავშვობა გავს ჩემი ბუსმინე ზვიადსაც რაც ილაპარაკა და მიუხედავად იმისა, რომ მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მე მაინც Backstreet Boys რასაც ეძახიან, ან გარეუბნის ბავშვი ვარ და შესაბამისად ბევრად უფრო ნაცნობი და თვალსაჩინო იყო ჩემთვის ის ყოფა, რომელიც გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, იმიტომ რომ უფრო მეტად იყო რაღაც სიდუხჭირეც, უფრო მეტად იყო ამ სიდუხჭირესთან ბრძოლაც, მაგრამ ამავდროულად მეტად იყო რაღაცა ეს კოლექტიური ერთმანეთის მხარდაჭერა, რომ ეს ყველაფერი გადაგვეტანა. და ანუ როცა ჩემ ბავშვობაზე ვლაპარაკობ, ყოველთვის ვამბობ, რომ მახსოვს ძალიან ქვედა დონის სიღარიბე, აი და ამიტომ არაფერი არ მიკვირს ხოლმე დიკენსისეული რაღაცებს არ მიკვირს ხოლმე ოლივერ ტვისტის სიღარიბე რას ჭამენ და სვამენ საერთოდ არ მიკვირს და გამივლია და მახსოვს სამეზობლო ინსტიტუტი აი მეზობლების მხარდაჭერა როგორც მიუხედავად იმისა რომ ხე იტალიურ ეზოში არ მიცხოვრია ჩვეულებრივ ხრუშჩოვკაში ვცხოვრობდი მაშინ ფილოსოფიური აზრით ყველა ეზო იტალიური იყო ყველა ეზო იტალიური იყო მეტიც 3-4 კორპუსი უახლოეს რადიუსში აუცილებლად იყო ერთი სამეზობლო, სადაც საჭმლის გაკეთება გადაწყვეტა. ანუ საჭმელი ყოველთვის კეთდებოდა 3-4 მეზობლის გათვალისწინებით. ყოველთვის იყო რაღაცა, ვთქვათ, ერთად სერიალების ყურების პრაქტიკა, ვიღაცას დაბადების დღე აქვს აუცილებლად სადღაც ერთად ვიხთ. ანუ ეს ერთიანობა, რომელმაც ბევრი მომენტი გადამატანა, იმიტომ რომ იყო სიტუაციები, როცა აი ზუსტად ამ სიღარიბის უშუქობის რაღაცის გამო, ვთქვათ, მეზობლის მომზადებულ ჩაის ვსვამდი და მეზობლის მომზადებული კერძი მიჭამია დღისით, როცა სხვა საშუალება არ ყოფილა და მაგან ერთი მხრივ ეს ემპათია გამიჩინა ალბათ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ მაჩვენა გასაჭირიც და გადაჭრაც პრობლემის, ასე ვთქვათ, როდესაც შეიძლება მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს. და მეორე მხრივ სიყვარული გამიჩინა თვითონ ადამიანის როგორც ასეთის დობა, რწმენა, რომელიც ბოლო დროს შემერყა და სულ ვიძახი ხოლმე რომ ძალიან ასაკში უფრო ნიჰილისტი გავხდით ხო? საინტერესოა კი. ხო, და რაღაცა, არ ვიცი, ეს ცხოვრებისეული გამოცდილებებია თუ რა არის, არ ვიცი, ცოტა ხელს ვიქნევ ხოლმე ხშირად ისეთ სიტუაციებში, როცა ადრე ვიტყოდი, რომ არა ბოლომდე რწმენით მივუდგეთ ამ საკითხს თქო და ეგ არ ვიცი როგორ არის. არა მეხამრიდად გამოდგა მაინც იმ დროისთვის ეს ურთიერთობა, იმიტომ რომ როგორც წესი კლასიკური აზრით რა, ქალაქი არის
ანონიმური საზოგადოება სოფლისგან განსხვავებით, ხო? ნუ რაღაც ტიპის ქალაქებში კარის მეზობლებიც ერთმანეთს არ იცნობენ. ხო, ამ შემთხვევაში შებრუნდა ეს ამბავი, მაგრამ შებრუნდა ადამიანისთვის სასარგებლოდ. და შესაბამისად, თქვათ, რაღაცნაირად გადაარჩინა ჩვენი ბავშვობა. ამ ავტომატის ჯერის და 1000 უბედურების თანხლებით. ჩემთვის შეგრძნების დონეზე სოფელში ვიზრდებოდი, ანუ მე გავიზარდე კონიაკის დასახლებაზე და ისედაც რაღაც ისეთი უბანი იყო ცოტა მოწყვეტილი, თვითონ გარეუბანსაც კი მოწყვეტილი რა, ანუ არც ზონა იყო, არც კლდანი, სულ ცალკე იყო რაღაცა და არ იყო ამავდროულად გამტარი უბანი, ანუ ასე ვთქვათ, სხვა უბანში მოსახვედრად არ იყო აპრიორი მისი გავლა საჭირო. ნუ რაღაც ავჭალას უკავშირდებოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ეს ავტონომია კონიაკის დასახლების ალბათ ხელსაც უწყობდა იმას, რომ ძალიან ასეთ სოფლურ გარემოში, მაგრამ სახელი ძალიან პოეტურია. კონიაკის დასახლება, ხო. კი, სხვათა შორის. და გადამთმნიშნული. ხო, იქ კონიაკის დასახლებაზე რო შედიხარ, ადრესე იყო ყოველ შემთხვევაში, ეხლა აღარ არის, ჯერ ხდებოდა ღვინის ქარხანა, მერე კონიაკის ქარხანა, მერე ჩაის ფაბრიკა და ბოლოს შამპანიურის ქარხანა და ანუ სრული ნადიმის გავლა შეიძლებოდა სასმელების თვალსაზრისით. ხო და წიგნს რაც შეეხება, ეგ იყო ჩემთვის ახლანდელი გადმოსახედიდან ერთგვარი ესკაპიზმი, აი ამ სირთულეებისგან, პრობლემებისგან, აქ არ იყო მარტო გაჭირვების სირთულეები, რაღაცა პირადი თემებიც იყო, ხო, რომლისგანაც ეს იყო საუკეთესო ფანჯარა სხვა სამყაროში, რომელშიც ყოფნა უფრო მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის სამყაროები, რომელსაც ვკითხულობდი, ასევე საკმაოდ რთული გამოწვევების მქონე იყო. იგივე დიკენსი ვახსენე, იგივე რა ვიცი, ჰარიეტ ბიჩერ სტოუთი დავიწყე კითხვა და ასე შემდეგ. ეხლა როგორ უნდა ინატრო მონათფლობელთა გემზე ყოფნა ბავშვობაში ან და თუნდაც ოლივერ ტვისტის გვერდით, მაგრამ იყო უფრო საინტერესო. როგორ დაინახე? ანუ წიგნებამდე როგორ მიხვედი? ალბათ მაგაში დიდი როლი ითამაშა დედაჩემმა და ჩვენმა წიგნების თარომ. იმიტომ რომ სახლში მქონდა დიდი წიგნების თარო, რომელიც არ იყო დეკორაცია და იყო ფუნქციური და ამიტომ ყოველთვის იყო ცოტა არეული, ასე ვთქვათ, კარგი გაგებით. იმიტომ რომ კარგად მოგეხსენება, დეკორატიული წიგნების თაროები ძალიან ლამაზად დალაგებულია და ყოველთვის შეამჩნევ ადამიანი კითხულობს თუ არა, იმიტომ რომ თუ კითხულობს, ცოტა არეულია. ვერ იზამ ისე, რომ სულ ჩაწიკწიკებული გქონდეს, ხო? პატარა ლირიული გადახვევა, რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩემმა ნაცნობმა მთხოვა, რომ ახალი ბინა შეიძინა და წიგნების თაროს დალაგებაში დამეხმარე, მოწყობაში დამეხმარე, უნდა შევიძინო წიგნებიო და ნუ მე ბუნებრივია ჩავთვალე, რომ რაღაცა უნდა ვურჩიო, რა ლიტერატურა შეიძინოს რაღაცა, რომ დაალაგოს და რა გიყვარს რა ჟანრი, რა როგორი წიგნები გინდა მეთქი და მითხრა, რომ ლურჯიო. შეიძლება ლურჯი ოკეანე. ხო, არა, უნდა ბინას უხდებოდა დეკორატივა. გავამართლოთ მეცი მე. ხო და აი ჩემი წიგნების თარო იყო მრავალფერი და იყო არეული და იყო ძველი წიგნებიც და იყო რაღაც უცნაური წიგნებიც და იყო რაღაც ცუდი წიგნებიც ბევრი ბევრი საბჭოთა დროზე. ხო, აუცილებლად შესაძენი წიგნები რო იყო ხოლმე და წაკითხული მაქვს რა რამდენიმე მათგანი სხვათა შორის. და ჩემთვის ეგ იყო ერთგვარი სათამაშო. როცა ბევრი სათამაშოები არ იყო, ეს იყო სათამაშო, სადაც წარმოიდგინე ბევრი უცნობი ნივთია და ყველას ნახვას ვერ მოახერხებ, მაგრამ ყველა შეიძლება რაღაცა აღმოაჩინო. ერთგვარი რა დავარქვა, არ ვიცი, თავსატეხი, რომ აი ამ წიგნების თაროზე იპოვო რა წიგნებია და ნეტას ადრა იმალება, რაში რა არის. აი ამ მიდგომამ და რა თქმა უნდა წაქეზება, წახალისებამ დედაჩემის მხრიდანაც რო აბა და იცი რა მირჩევდა ხოლმე რომ აი ეს სადე ისა ესა, მაგრამ ამავდროულად მაქეზებდა რომ ჩემით მეძებნა რაღაც წიგნები. არ ვიცი დაათვალიერე აბა რა მოგეწონება და მე მივდიოდი და აბა ეს წავიკითხო, ის წავიკითხო, არ წაიკითხო, მითხრა შემთხვევით ვიპოვე ესეთი წიგნი იყო, ყდაზე არაფერი არ ეწერა, წითელი იყო მხოლოდ და ძალიან დამაინტერესა ამან, რომ არც ყუაზე, არც ყდაზე არაფერი არ აწერია და ეს იყო მარქსის კაპიტალი. და ნუ ის იყო, რა ქვია,
გარეკანი შემოსაკრავი გარეკნები რო ქონდა, ხოლმე ეგ ქონდა უკვე მომძვრალი, ასე ვთქვათ. ხო. სუპერი მქონდა მომძვრალი და ამიტომ შიგნით არაფერ და ეს იყო დარჩენილი სკელი ხდა და ეს არ წაიკითხოდა რაღაც რომ მითხრა, მაგან მეტად გამოიწვია ჩემში ინტერესი და 8 წლისამ დავიწყე მარქსის კაპიტალის კითხვა. ეს უკვე სერიოზული ამბავია. კი. ხო და აი რაღაცა ეგრე მოვხვდი მაგ ზღვაში. მე უკვე გაცილებით გვიან შენ არ მხოლოდ გადაცემა ეს რაღაც მოძრაობასავით არის ახალი თაობის სწორედ იგივე დასახელების პროექტი შექმენი წიგნებისთან რო და ხო არ იყო კარნახი შენი ბავშვობის. მიუხედავად იმისა, რომ სახელის იდეა ჩემი არ ყოფილა. არა, ხო, ნინოს იდეა არის კელაურიძის. მიუხედავად ამისა, ძალიან დაემთხვა ამას, იმიტომ რომ უკვე განვითარებაზე როცა დავიწყეთ ფიქრი პროექტის და იქ უკვე აი რაღაცა ერთგვარ ბრენდად ჩამოყალიბდა არა მხოლოდ ტელეშოუთ და ვიფიქრეთ, რომ ეს უნდა იყოს მართლა მოძრაობა ახალგაზრდების, რომლებისთვისაც ეს იქნება მათთვის საყვარელი აი რაღაცა love marks რასაც ეძახიან, ხო, საყვარელი იდენტობის გამომხატველი რაღაცა ბრენდი, აი იქ უკვე წამოვიდა ჩემი იმპულსები და არის წიგნებისთან. მოკლედ ჩვენ როგორც ჭეშმარიტ ლიტერატორებს შეეფერება დროში ვიმოძრავებთ და მაინდა-მაინც ქრონოლოგიურად ვერ გავყვებით საქმეს და მინდა ასეთი რაღაც კითხო. შენმა ლაპარაკმა გამოიწვია ეს კითხვა, მაგრამ ნუ ალბათ ისედაც დავსვამდი. ამბობდი რომ როდესაც აი ამ თაროს უყურებდი და მათ შორის კითხულობდი, ხო, ეს შენთვის იყო სათამაშო. მე არ ვამბობ რომ შენ სხვა სათამაშოები არ ქონდა, მაგრამ დღეს ბავშვს აქვს გაცილებით მეტი. და ამ გაცილებით მეტში გულისხმობ მათ შორის ერთ უსაზღვრო და სრულიად ვთქვათ მოუხელთებელ სივრცეს, ეს არის ვირტუალური სივრცე, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს უამრავ შესაძლებლობას, ხო? ვიდეო თამაშებიდან დაწყებული, ვთქვათ, სხვა ონლაინ მოცემულობებით გაგრძელებული. აი დღევანდელ ბავშვს, რომლისთვისაც სათამაშო შეიძლება, ანუ ესთეტიკური სიამოვნების მიღების წყარო, მოდი, ასეთ ვთქვათ, წიგნი აღარ იყოს. როგორ შეიძლება რომ არ ვიყენებ მე სიტყვა შევაყვაროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან პირობითი რაღაცა არის რა. დავანახოთ წიგნი და მივიყვანოთ და მისი მნიშვნელობა აუხსნათ. აი შენი გამოცდილებით, მით უმეტეს რომ ეს გამოცდილება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდია შენ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში შენ უყურებ შედეგს სწორი, ვთქვათ, მეთოდის, იმიტომ რომ წყინვალე ბავშვები მოდიან, რომლებმაც შესანიშნავად იციან ლიტერატურა. კი ბატონო. ზუსტად მთელი ჩემი ასე ვთქვათ ლიტერატურის პოპულარიზატორის მოღვაწეობა მიემართება იმას, რომ გავაერთიანო წიგნი და თამაში. და წიგნი გავხადო თამაშის ატრიბუტი, ასე ვთქვათ. და ზოგადად შემეცნება თამაშით, იმიტომ რომ მე თვითონაც ესე მსიამოვნებს. პირველ რიგში საკუთარი თავიდან ამოვდივარ. ყველაზე მეტად მსიამოვნებს ინტელექტუალური თამაშები, აზარტი და საერთოდ მას შემდეგ რაც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვიღებ, აღარ ვკითხულობ წიგნებს, რომელიც აზარტში არ მაგდებს, ასე ვთქვათ რა. და არც მიმაჩნია, რომ ადამიანმა რაღაცები უნდა წაიკითხოს ტანჯვითა და წვალებით. და იძულებით. ხო, იძულებით. პირიქით, ანუ ზუსტადაც სიამოვნე ყველაზე რთულ წიგნებსაც კი აქვს ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა სიამოვნებას განიჭებს. აი ისეთ ტალღაზე ხარ, რომ გინდა რომ ულისე იკითხო და უბრალოდ უნდა იპოვო ეგ ტალღა შენ ცხოვრებაში, როცა აი ეგეთი ცნობიერების ნაკადის გაყოლა გინდა. და ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად, როცა წიგნებს არჩევ ცხოვრების რა ეტაპზე რას კითხულობ, იმიტომ რომ რაღაცა უნდა პასუხობდეს შენს შინაგან განწყობას. რაც შეეხება ბავშვებს და გამოწვევებს, ეგ არის თავარი გამოწვევა ალბათ ზუსტად და არავითარ შემთხვევაში დავიწყებ იქიდან, როგორ არ უნდა მოვიქცეთ. არავითარ შემთხვევაში წიგნი არ უნდა დავაყენოთ ამ ყველაფრის ალტერნატივად. იმიტომ რომ თუ ჩვენ ასე ვთქვათ არჩევანს დავუდებთ ბავშვს, რომ ეხლა ან კომპიუტერი პირობითად, რაც მოიაზრებს თავის თავში მთელ ამ ტექნოლოგიებს, ან წიგნი, აუცილებლად კომპიუტერს აირჩევს და ვერ შევედავები ვერანაირად, იმიტომ რომ ბევრად დიდი მოცემულობაა კომპიუტერი, იმიტომ რომ იმისთვის იქ არის თამაშიც, ფილმიც, მულტფილმიც, თავისი რა კომუნიკაციაც ყველაფერს მოიცავს თავის. თვითონ არის ავტორიც, გმირიც და მაყურებელიც. აბსოლუტურად. მით უმეტეს მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ვიდეო თამაშები და
ძალიან კარგად მესმის და ძალიან დიდი სიამოვნება მიმიღია და არსებობს ვიდეო თამაშები, რომლისგანაც მიმიღია ზუსტად ისეთივე სიამოვნება, რაც დიდი წიგნებისგან. მაგალითად ომის ღმერთისგან. God of War-ს. ხო, აი მე არა ვარ God of War-ის ფანი, მაგრამ აბსოლუტურად მესმის, ხო. მე Uncharted-ისგან მაგალითად, რომელსაც ზუსტად აი ესე მაგრამ ეგეც ხო ლიტერატურიდან დაბადებულია. აი მანდ მივდივარ ზუსტად, რომ ყველაზე მთავარი არის, რომ ჩვენ არ გავჯიქდეთ, არ რაღაცა გავჯიუტდეთ, რომ აი წიგნი აუცილებლად უნდა რაღაცა ესეთი საკრალური ნივთი, რომელსაც უნდა მიუჯდე მაგიდას და იკითხო და ასე შემდეგ, ხო? პირიქით ეს იმ სივრცეში უნდა შევაპაროთ წიგნი და მისი მნიშვნელობა, რომელ სივრცეშიც ბავშვები ავტომატურად ტრიალებენ. ამისი მეთოდები ბევრი არსებობს, დაწყებული იქიდან, რომ უკვე ძალიან ბევრმა მწერალმა დაიწყო მაგალითად ვიდეო თამაშებისთვის წერა და არსებობს ვიდეო თამაშები, რომლებსაც თამაშთან ერთად რაღაცა თითოეული თესქის გადალახვასთან ერთად რაღაცას კითხულობ ახალ ინფორმაციას, რომელიც გჭირდება ვიდეო თამაშებში. ტექსტი შემოდის, ტექსტის კითხვის კულტურა და ჩვევა უჩნდება ადამიანს, რაც მნიშვნელოვანია. გაგრძელებული იმით, რომ იგივე სოციალურ ქსელებში იქნება ეს სხვადასხვა პლატფორმებზე ჩნდება უფრო და უფრო მეტი თავშესაქცევი საინტერესო გვერდები, რომლებიც ლიტერატურაზე საუბრობენ და არა აუცილებლად საუბრობენ პირდაპირ გაგებით, არამედ რაღაცნაირად ეხებიან ლიტერატურას TikTok-ში, Instagram-ზე, არ ვიცი, Twitch-ზე აღმოაჩინე იმ დღეს კიდე. აი ნუ რაღაც უცნაურ პლატფორმებზე, რომელიც თავისთავადად არ არის ლიტერატურისთვის განსაზღვრული, მაგრამ ლიტერატურამ შეიძლება მოირგოს და იპოვოს იქ თავისი ადგილი. და ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას, რომ ერთი მხრივ ცოტა დესაკრალიზება მოხდება წიგნის როგორც ფორმის და არა შინაარსის, მაგრამ მეორე მხრივ წიგნის როგორც შინაარსის ბავშვებისა თუ ახალგაზრდების ცხოვრებაში ინტეგრირებაც მოხდება. ანუ შენ ხარ მომხრე ირიბი გზებით წიგნთან მიყვანის. კი, ვარ მომხრე. იცი რა არის, მე მგონია რომ ეგ ისედაც გარდაუვალია. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია რომ ცოტა დავაჩქაროთ ეგ პროცესი, იმიტომ რომ აკრძალვა გაუუცხოვდეთ იმ პლატფორმებთან, სათავისოდ გამოვიყენოთ. აბსოლუტურად, როგორც იქცევა ყველა სისტემა, როცა კონტრკულტურას აქცევს სავიზიტო ბარათად. თავის დროზე ბეჭდური წიგნის კონტრკულტურა იყო. აბსოლუტურად. ეშმაკის მანქანას ეძახდნენ და ძალიან დიდი ბრძოლა იყო გამოცხადებული გუტენბერგის წინააღმდეგ. საერთოდ ხო, ფორმებთან ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობს. თუმცა მე მგონია, რომ წიგნი როგორც ფორმა მაინც დარჩება, რახან ადამიანს ფლობის უნება აქვს და ფლობის უნების ნაწილი არის, რომ ბეჭდური წიგნი კონდეს ხელში. ტექსტის მიღმა. ხო, ამის გათვალისწინებით და არა საკრალური აზრით. არა, გეთანხმები. უბრალოდ მე ვამბობ, რომ როგორც კი შინაარსთან მოხდება დამეგობრება ადამიანის. კი, მე ის თავისით უკვე მე დაიწყებს როგორც დამკვირვებელის და როგორც მასწავლებელი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ვთქვათ, მონაწილეობ ამ ამბავში, ცდელობაში, რომ ბავშვებს წიგნი დავანახოთ, ყველაზე უფრო უკეთესი არის იმ სამყაროს გამოყენება, რომელსაც ისინი უკვე ხედავენ. და როგორც წესი ისინი ხედავენ დიდწილად სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს დავის საგანია ბუნებრივია ვირტუალურ სამყაროს. დაუბრუნდეთ უფრო ვთქვათ, რომ გარდაუვლად. რაღაცები არის შეუქცევადი. ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, როგორ იქეცი შენ მკითხველად, მაგრამ რატომ გადაწყვიტე, რომ ყოფილიყავი ავტორი? ეგ არ ვიცი, იმიტომ რომ მახსოვს, რომ ძალიან მცირე ასაკში რაღაცებს ჯღაბნიდი და ვცდილობდი რაღაცების დაწერას. 7 წლის ამ რაღაც ლექსი დავწერე. რაღაც მოთხრობებს ვიწერდი და ალბათ რასაც ვკითხულობდი, იდეები მომდიოდა თავში და მინდოდა რომ მეც შემექმნა რაღაცა მსგავსი სიუჟეტები, ეს რაღაც სათავგადასავლო თავშესაქცევი. და იცი რა მახსოვს, თაბახის ფურცლები არ ვიცი საიდან მქონდა, ეგაც აუცილებლად შესაძენთა სიაში იყო თუ რა იყო, მაგრამ ძალიან დიდი დასტა მქონდა სახში თაბახის ფურცლების, ყვითელი თაბახის ფურცლები, ან გაყვითლებული იყო, ან ყვითელი იყო, უკვე არ ვიცი. და უფრო თხელი, რაღაცა იაფიანი. და ამ თაბახის ფურცლებს ვიღებდი ხოლმე, რაღაცეებს წერდი და მე ესე არტეფაქტები ვითხან დავკეცავდი სხვადასხვანაირ სადღაც მალავდი, ვინახავდი, თითქოს აი ეს იყო რაღაცა ჩემი არტეფაქტების კრებული და
თან იცი რა შეიძლება იმანაც შეუწყო ამ ყველაფერს ხელი რომ მარტო ბავშვი ვიყავი ოჯახში და ჩემი თავისთვის ქმნიდი მე თვითონ თავსატეხებს და მე ამ თავსატეხებს თავად ვჭრიდი და აი ეს საკუთარ თავთან თამაში აი წერაშიც გამოიხატა იმიტომ რომ ეხა დღიური არასოდეს არ მიწერია მაგალითად ბევრისგან ვიცი რომ აი მაგით დაიწყო რომ ყოველდღიურებს წერდა და ამ ჩანახატებიდან გადავიდა მე არა თავიდანვე რაღაცა ფანტაზიორობა დავიწყე და რაღაც მომენტში ეს იქცა ჩვევად, რაღაც მომენტში უკვე მოთხოვნილებად და შემდეგ უკვე აი სადღაც მოზარდობის ასაკში ალბათ რა ძალიან ბევრს წერდი. რაც ბუნებრივია ეხა ასაკთან ერთად უფრო დაიშვიათ. შენი დაკვირვებით. რატო ირჩევს ადამიანი ამას? ანუ რატომ არ ხატავდი მაგალითად, ხო? მე მესმის რომ ნიჭი რაღაცა ესეთი შეიძლება ვიღაცისთვის გენეტიკურად დეფინირებული, შეიძლება სოციალური გენეტიკით განპირობებული, რომ ირგვლივ კონდეს იძულება და სხვა ვთქვათ რაღაცა გავლენების ნაწილი იყოს, მაგრამ მაინც აი შენთვის როგორც ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე, უბრალოდ ემოციური დაკვირვებით, რატო ირჩევს ადამიანი ამა თუ იმ პროფესიას და აქცენტირებულად მაინც რომ გავაკეთოთ ვთქვათ ამ შემთხვევაში დაკვირვება მწერლობაზე, რახან თვითონ ეს აირჩი. მე რაღაცნაირად მგონია, არ ვიცი რა, არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მგონია რომ აი თუ ადამიანს აქვს სწრაფვალ ტოლვა რომ ხელოვნებაში გამოხატოს თავი და ზოგადად თავის გამოხატვის ტოლვა ყველა ადამიანს აქვს. უბრალოდ აი რაღაცა პატარა ნიჭიც შეიძლება ემატება მაგას და ხასიათიც თუ არ ვიცი კიდევ რა არის და უკვე იწყებს ხელოვნების ენით გამოხატვას. მან ხელოვნების ბევრ დარგში შეიძლება ადამიანმა გამოხატოს თავი და შეიძლება უბრალოდ მე ეჩვევა ერთი ფორმით გამოხატვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ფორმები მისთვის უცნაური, იმიტომ რომ მე ბავშვობაში ხატავდი კიდევაც და იმ განცდას განვიცდიდი ზუსტად რასაც წერისას, მუსიკას წერდი, რაღაც მსახიობობდი ჩემთვის ოთახში. მით უფრო საინტერესოა, რატო გააკეთე აქცენტი იმას გადაწყვიტე რომ ეს უფრო გამოგივიდა. ხო, უფრო შევხედე რომ თითქოს ამაში უკეთ მოვახერხე რაღაცეების ასახვა გადმოცემა, რეფლექსირება, იმ განცდების, იმ გრძნობების რისი გადმოცემაც მინდოდა ყველაზე უკეთ გამოვთქვი სიტყვებით. და არა იგივე ნახატებით თუნდაც, ხო? ამიტომ რაღაცა ამას მივყევი უფრო მეტად. თუმცა ხელოვნებაში დღემდე რაღაცა ძალიან ბევრ რაღაცას მოვედები ხოლმე, ხო, იგივე რაღაც მუსიკას დღემდე ვწერ ცოტას მიუხედავად იმისა, რომ არ ვასაჯაროებ. მეც არ ვიცოდე. ხო, იმიტომ რომ არ ვასაჯაროებ, ნუ ერთი-ორჯერ ვცადე რაღაცა. რაღაცას აკეთებს ეს ხო გულისხმობს ოდესმემის შესაძლოა, ალბათ მანდ საკმარისი სითამამე არ მაქვს და იგივე ხატვის თვალსაზრისით რაღაცების ხატოს უმინდა ხოლმე, მაგრამ მანდ კიდე ის მომენტია, რომ აი ძალიან კარგი მუსიკოსი მეგობრები მყავს, ძალიან კარგი ხატვარი და რო უყურებ რაღაცა და მგონია რომ ეგეთ კარგს ვერ გავაკეთებ და ძალიან კარგი პოეტი მეგობრებიც მყავს, მაგრამ მანდ უფრო მეტად ვბედავ. შენ თვითონაც შესანიშნავი პოეტი ხარ. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში, რომლითაც მეც და ალბათ ბევრმა ადამიანმა გაგიცნო. ერთგვარი ორდენი პოეტური რეალურად იმ ეპოქაში, როდესაც როგორც წესი ამგვარი ჯგუფები ნაკლებად იქმნებოდნენ ხოლმე, ეს უფრო მე-20 საუკუნის დასაწყისის ნიშანია. თუმცა საქართველოში გქონდა მე-20 საუკუნის მიწურულის ორდენებიც, ეს ქრონოფაგები და ასე შემდეგ, მაგრამ ისიც უცნაურობა იყო ამაზრით. თუმცა შესანიშნავი ავტორები წარმოადგენდნენ. და მე უცებ გაჩნდა რამდენიმე ჯგუფი, სხვა ტიპის. ზოგიერთი ერთმანეთთან უფრო ახლოს იყო, ზოგიერთი უფრო შორს, იქ სატელევიზიო სივრციდან უფრო გამოჩნდა სამკაული და ეგრეთ წოდებული, ხა პატარა ქვეყანაში ცოტა ისეთი უხერხული ტერმინია, სიტყვა ალტერნატიული, იმიტომ რომ ყველანი ალტერნატიულები ვართ რაღაც აზრით, მაგრამ დავარქვათ ასე პირობითად, გამოჩნდა ორი ჯგუფი, ერთი იყო ლაბორატორია, მეორე ვარდისფერი ავტობუსი. ვარდისფერი ავტობუსი იყო ძალიან ხმაურიანი ჯგუფი, ძალიან ნიჭიერი ადამიანებით შედგენილი, სხვადასხვა ესთეტიკის მქონეების, ჩემი აზრით, მაინც განსაკუთრებით ეს გვიანდელ ეტაპზე უფრო გამოჩნდა, როდესაც თქვენ
მუსიკას რო შევადაროთ სოლო კარიერები დაიწყეთ მე. ხო? მაგრამ მანამდე იყო ეს ჯგუფი და ისეთი საკმაოდ გავლენიანიც ამას არანაირი ირონიით მით უმეტეს არ, მაგრამ არანაირი თქვა ჰიპერბოლით ზაციით არ ვლაპარაკობ, გულისხმობ ამ შემთხვევაში ლიტერატურულ წრეს. თორემ იმის იქით ბუნებრივია მაშინ უკიდურესად შეზღუდული იყო მოცემულობა და შესაბამისად თქვა სოციალური ქსელები არ არსებობდა ამ ფორმით და 1000 სხვა წინაღობა იყო. გულისხმობ იმ წრეს დღეს რო ბაბლს ეძახიან ლიტერატურის მოყვარულების და ასე შემდეგ. თლად პატარა არ იყო ეს წრე ხა ისეთიც კამერული აყო. როგორ დაიწყო ეს შეხვედრა? გასაგებია რომ ძირითადი ნიშანი ლიტერატურა იყო, მაგრამ ადამიანები თქვათ რაღაცნაირად პოულობენ ერთმანეთს. და დღეს ახალი თაობისთვის შეიძლება სულად უცხო იყოს ეს ისტორია და ისეთ საინტერესო მოსასმენი და მე მინდა რომ აი ცოტა დეტალურად დაუბრუნდეთ და გავიხსენოთ. მე ცოტა პოსტფაქტუმ გაგიცანთ, უკვე ჩამოყალიბებული იყო ეს ჯგუფი და ამიტომ მეც მაინტერესებს. კი, მადლობა მაგ კითხვისთვის, იმიტომ რომ ხო, დღეს შეიძლება თუ ლიტერატურის მკვლევარი არ არის ადამიანი ან შემსწრე არ იყო ამ მოვლენების, ბევრს არ ახსოვდეს, არა მხოლოდ ვარდისფერი ავტობუსის ჭრილში, ზოგადად ჩემი აზრით მე-20 საუკუნის 21 საუკუნის პირველი დეკადა იყო ყველაზე საინტერესო მოვლენა თანამედროვე ქართული პოეზიისთვის აქტივობის თვალსაზრისით. კი, რაღაცნაირი გაცოცხლება იყო. ძალიან დიდი გამოცოცხლება იყო. მე ვიტყოდი, რომ პოეზია, პოეტური საღამოები, პოეტური შეხვედრები არასოდეს მაგდენი და ეგეთი პოპულარული არ ყოფილა. წარმოუდგენლად ხალხმრავალი, ისე რომ მე მახსოვს აი სამკაული ახსენე და ჩვენ მქონდა ერთგვარი დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ძალიან ესეთ სასაცილო, მაგრამ მაინც იმ მომენტისთვის აქტუალური პაექრობა. ხო, ცხადია. ესთეტიკურად განსხვავებული სამყარო. ხო, ჩვენ მივიჩნევდით, რომ სამკაული იყო ძალიან აკადემიური, ძალიან ასე ვთქვათ, ტრადიციული და კონსერვატორული მიდგომის მქონე პოეტური ჯგუფი, რომელსაც ყოველთვის ქმნიდა კონვენციურ ლექსებს, ყოველთვის რაღაც ისა და ხო, და ჩვენ ვიყავით რაღაცა უფრო მე ამბოხეები, რომელსაც გვინდოდა რომ დაგვერღვია ეს რაღაცა. არა, ორივე ბოიბენდი იყო. ორივე ბოიბენდი იყო საბოლოო ჯამში კი უბრალოდ ერთი იყო უფრო აი რაღაც კოსტიუმებით, მეორე იყო უფრო დახეული ჯინსებით. ხო და მე მახსოვს დღეები, როცა ჩვენ ეგეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ სამკაულის საღამო რო გამოცხადდა, ზუსტად იმ საღამოს იმ საათზე დავნიშნეთ საღამო სპეციალურად და პეკინის ლიტკაფეში იყო სამკაულის საღამო და კოსტავას ლიტკაფე იყო უფრო ჩვენი, ანუ ზოგადად პეკინის ლიტკაფე იყო ხოლმე სამკაულის. მახსოვს ის რომ ეგ პატარა ნიუანსი ეთქვა გამორჩა. კი, და ეს იყო რა ჩაიარა. ორივე გაივსო ორივე ლიტკაფე ხო და აი ეგ იყო საქმე რა რომ მან ცოტათი მიუხვდით კიდევაც რომ ან დაიტევს ეს ქალაქი ორივე ჯგუფს არ არის აუცილებელი. მაგრამ როგორ იპოვეთ ერთმანეთს? მაშინ არ იყო ინტერნეტი არსებობდა უკვე. ოღონდ იყო ფრაგმენტული შესაძლებლობაც არ იყო ისი ქონის ასეთი ადვილი, ხო? და მეორეც თვითონ პლატფორმული აზრითაც უკიდურესად მწირი იყო, იმიტომ რომ რაღაცა ფორუმები კი გაჩნდა, მაგრამ მე საწყის ეტაპზე ეგეც არ იყო. მე მგონი სოციალურ ქსელებზე საერთოდ თქვათ ლაპარაკით ზედმეტია და ტელეფონით ურეკავდით ერთმანეთს. მე ვიყავი საკმაოდ პატარა მაგ აქტივობისთვის, მაგ დროს პრინციპში რაღაც ვარდისფერი ავტობუსის გოგლა ლეონიძე ვიყავი, იმიტომ რომ რაღაც ყველაზე პატარა ვიყავი და ვიყავი 16 წლის როცა ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდა ეს საიტი ლიტერატურა.gi რომელმაც ძალიან ბევრ ეს უკვე ამის მერე შეიქმნა ლიტერატურა.gi-ს მერე მე უკვე შექმნილი კი ლიტერატურა.gi 2004-ში შეიქმნა თუ სწორად მახსოვს ძალიან კარგი პროექტი იყო თან ფორუმი ქონდა კი, ფორუმი. მაგრამ ფორუმამდე ლიტერატურა.gi-ს ქონდა ერთი საბაასო ფიდი, რომელსაც ანუ ფორუმიც კი არის, უბრალოდ ერთი ფიდი იყო, სადაც ყველა თავის რიმასაც წერდა და ერთი თემა იყო ასე ვთქვათ. ჩატ-გრუპივით ჩამოდიოდა მთელი დღის განმავლობაში და იუზერებიც არ იყო, უბრალოდ ადამიანები ირჩევდნენ რაღაცა ემოჯის და ყველა თავის ნაწერს ამ ემოჯის ურთავდნენ, რომ მიხვდარიყავი ვინ წერდა. ეს ძალიან საინტერესოა. ხო, რაღაცა განვითარების ახალ ეტაპზე განუვითარებელი მეთოდებით ვცდილობდით თავის გატანას და მაგ და ხო, შენ სწორად აღნიშნე, რომ არ იყო ესე მასობრივად კომპიუტერიც ესე არ მქონდა მე მგონი
კი მე მაგალითად ლიბჯის კეთება დავიწყე ინტერნეტ კაფეში. გამარჯობა. არ მქონდა. აი სასწაულია ეგაც, ხო. ინტერნეტ კაფეში ზუსტად მახსოვს მარჯანიშვილის ქუჩაზე მეტროსთან ახლოს იყო ინტერნეტ კაფე, რომელშიც დავდიოდი ხოლმე, რაღაც გაკვეთილების მერე, კოლეჯის მერე, შევდიოდი და 1 საათი ლიტერატურა ჯიზე ჩემი რაღაც მეგობრები იქ გვერდით შედიოდნენ Counter Strike-ს თამაშობდნენ ხოლმე და მე ლიტერატურა ჯიზე ვიჯექი და რაღაც ახალ ლექსებს კითხულობდი და ჩემებს ვაქვეყნებდი, აი რო გითხარი რომ ბევრს წერდი მაგ დროს თქო და გავს რაღაცით ჩემს ამბავს. ხო და თან ჩემთვის იყო ძალიან შოკი რა, რომ ლიტერატურა ჯიზე ესეთ ხელმისაწვდომ პლატფორმაზე, სადაც მეგონა რომ აი ხა ჩემ ხელა ბავშვები ვაქვეყნებთ ლექსებს, უცებ დავინახე რომ რატი ამაღლობელი აქვეყნებდა რა. ხო და მაგან ძალიან იმოქმედა, რატი იყო იმ დროს ტელევიზია და ეს უკვე ძალიან დიდი გავლენა. ხო, ძალიან პოპულარული. კარგი პოეტია, ცხადია, მაგრამ ამ ხო, ანუ სახელის თვალსაზრისით როგორ შემოდის ის საზოგადოებაში და ტელევიზია ჯერ კიდე საკრალურია. ეგ მომენტი, იმიტომ რომ ეხა იმ პერიოდში წერს ზვიადრატიანიც, წერენ ძველი თაობის სხვა პოეტები, შოთა იათაშვილიც, ყველანი წერენ, მაგრამ რატისნაირი სახელი ესე არავის არ ქონდა, ხო? რატის ქონია განცდა, რომ ამის ნაწილი უნდა იყოს. ხო, და რატის რახან ქონდა, ოღონდ მე აღმოაჩინე რატიმ როგორც ჩანს რაღაც 1 თუ 2 ლექსი დადო და მე აღარ გამოუქვეყნებია, მაგრამ ის ლექსი რომ დავინახე, ის იყო წონა შეიძინა სივრცემ. წონა შეიძინა სივრცემ და მე უცებ მივხვდი რომ ეხა აქ რო გამოვაქვეყნებ, შეიძლება ვიღაც ისეთმა ადამიანებმა წაიკითხონ, რომ რაღაცა შეაფასონ. და მართლა ეგრე მოხდა. იმიტომ რომ ამ პლატფორმამ ძალიან ბევრ მომავალ მწერალსა და პოეტს მისცა ასპარეზი და რაღაც თან რაღაცა ჰაბი შეიქმნა ერთგვარ რომ გაგვეცნო ერთმანეთს. და მანდ გავიცანი ალექსა ჩიღვინაძე. ალექსა იყო მაგ დროს 18 და დიდი განსხვავება პატარები ვიყავით. პრივატული ჩატიც არსებობდა, მე შეგეძლო რომ მასთან. არა, საერთო სახალხოდ საჯარო ფიტში გავიცანით ერთმანეთს, ანუ რაღაც იმის ლექსი. არა, იმის მერე რომ იმის მერე ურთიერთობა იქვე არსებობდა სულ თუ აი გაცვლიდი ნომერს მოძებნით. ნომერი გავცვალეთ და ნაწილია ჩვენი ლიტერატურის ისტორიის და მინდა რომ დარჩეს. რო გავუზიართ ერთმანეთს რომ რაღაცა იდეები და ლექსები მოგვეწონა ერთმანეთის, მაშინ აქტუალური საკომუნიკაციო პლატფორმა იყო ან Skype, ან Yahoo Messenger. და პირველი ნამდვილად გარდაცვლილია და მეორე არ მახსოვს, მაგრამ ხო, Yahoo Messenger-იც ყოველ შემთხვევაში ხო. არ არის. ცოცხალმკვდარი მაინც. ნუ ICQ იყო კიდე, მაგრამ არ ვიყენებდით მაგას, Mirki იყო კიდე, მაგრამ იქ სხვანაირი განწყობა იყო. და შევხვდით ერთმანეთს. შევხვდით ერთმანეთს მე და ალექსა კოსტავას ლიტკაფეში, ვისაც არ ახსოვს ახლა კოსტავაზე ძველი სასტუმრო ევროპის წინ იყო ლიტერატურული კაფე. ლეგენდარული. ხო, რომელიც მე როგორც აღნიშნე, ეგლით კაფე იქცა უფრო ვარდისფერი ავტობუსის შტაბ-ბინად და სამკაულის შტაბ-ბინა იყო პეკინის ლით კაფე. ესე იყო ქალაქში გადანაწილებული გავლენის სფეროები. პლანების და საძმოების ამბავი 2000-იანებში ეგრე ტრანსფორმები. კი, გავლენის სფეროები და რაღაც ძალიან საყვარელი მენეჯერი ყავდა მაგლით კაფეს და ძალიან გვემეგობრებოდა და გვითმობდა სივრცეს და და სად არის ძალიან საინტერესო ხალხი იყო. ხო, არ ვიცი და მე გავიცანი პეკინის ლიტკაფის მენეჯერი ნინო ხომასურიძე ერთად ვითამაშეთ რაღაც სპექტაკლში და უსაყვარლესი ადამიანი ისიც და ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო. და მე ის დანარჩენი კიდევ იყო სამი ადამიანი. მე მოხდა ესეთი რაღაცა. მე და ალექსა თავიდან ამოცანა არ ყოფილა პოეტური ჯგუფი შექმნა. თავიდან ამოცანა იყო ძალიან აქტიური, ახალგაზრდული რაღაცა რევოლუციური პროცესების დაწყება. ეს რევოლუცია არ გულისხმობდა 4 წლის ამ თუ 5 წლის ამ ნახე მარქსის კაპიტალი, ალბათ სავარაუდოდ მემარცხენე რევოლუციას. კი, 8 წლის ამ, მაგრამ ეხლა მემარცხენეც ესე ძალიან შეგნებული არ მქონდა რას ნიშნავდა ბოლომდე. ხო, იდეაში მთავარი იყო, რომ ჩვენ რაღაცა უფრო კონსერვატიული მიდგომების წინააღმდეგ წასვლა იყო ეს ვიდრე ახალგაზრდული ამბოხი, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდული სივრცის გამოცოცხლება. იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა გარშემო ვიყურებოდით და
მიგვაჩნდა რომ ძალიან ყველაფერი დორე დინებით მიედინებოდა ახალგაზრდული პროცესების თვალსაზრისით. არ ხდებოდა და ჩვენ ვკითხულობდით ამ პერიოდში უკვე დავიწყეთ ერთმანეთთან გაზიარება მე და ალექსამ. ვკითხულობდით უცხოელ მწერლებს, ბიტთაობის მწერლებს მაგალითად და ვიგებდით რაღაცა უფრო მეტ ჰიპური მოძრაობის შესახებ, ბიტნიკების შესახებ, ვკითხულობდით ასევე მაგ პერიოდში ეს გინზბერგი, კერუაკი ძალიან აქტუალური იყო. ხო, და მე ნაწილობრივ ვიტყოდი, რომ ჩვენც გავუწიეთ საკმაოდ პოპულარიზება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისეთი პოეტი თარგმნეთ მაშინ და რაღაც საღამოც გავაკეთეთ ბიტნიკების, რომლებიც არ იყვნენ ნათარგმნი რა. ცუდად თარგმნეთ, ამიტომ ის თარგმანები არ შემორჩა, მაგრამ თვითონ აქტი იყო მნიშვნელოვანი, რომ ამათზე ბევრს ვლაპარაკობდით და ალბათ ხო ეხა თუ ვინმეზე შემიძლია ვთქვა, რომ გავლენა მოახდინა, ეს იყო ზუსტად ბიტთაობის მოძრაობის გავლენა, რომელიც გვინდოდა, რომ აი ეს კულტურული რევოლუცია იყო. ხო, ეს დაკარგული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისთვის რეალურად. კი, გამოტოვებული. მე მგონი აქ საერთოდ, მაგრამ ნუ რეალურად ჩვენთვის ეს ამბავი სრულიად. ხო, ისიც ნამყოფი იყო ფაქტობრივად ჩამოყვა. ხო, ნუ აი საერთოდ არ ხარბსანიშნავს. ამიტომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს სამყარო, რომელიც სოფლიომ გაიარა და ჩვენ გამოვტოვეთ და გვინდა ამისი შემოbrunება. კულტუროლოგიური ამბავია ხა შეიძლება ვიღაცა ფიქრობდეს რომ თქვა თქვენი ასაკისთვის ეს არ იყო თქვა შესაბამისი ამბავი, მაგრამ პირიქით მე მგონია ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ. და გვინდოდა ეს კულტურული რევოლუცია, ხო, რაღაცა გაცოცხლება, გამოცოცხლება, მათ შორის რაღაც სოციალურ თემებზე აქცენტირება და მე და ალექსამ დავიწყეთ ესეთი აქტივობების დაგეგმვა. ალექსამ გამაცნო შოთა დიღმელაშვილი, მე გავაცანი ზაზა კოშკაძე, ანუ ლევან ცერცვაძე, რომელიც და კიდე მეხუთე წევრიც იყო დათო ყანჩაშვილი. უკვე დათო დაგვემატა უკვე ვარდისფერ ავტობუსს. უკვე ხო, ანუ ფაქტობრივად ბრენდირებული ჯგუფი იყავით. ჩვენ კი, ვიყავით, იმიტომ რომ გახსოვს მზიურის ფესტივალი რო ტარდებოდა ხოლმე. მზიურის ფესტივალზე ერთ წელს ვიყავით, მე მგონი იგი იყო ზუსტად 2000. ბენჯი ატარებდა საწყალი. ხო. და გავიცანით ზურარ თველიაშვილი მზიურის ფესტივალზე. და ზურამ გითხრა, რომ შემდეგ წელს რო იქნებაო, თქვენზეც ვეტყვიო და ჩაგვრთო ამ ამბავში. ჩაგვიწყო. და შემდეგ წელს ჩვენ დავგეგმეთ, რომ ეს მზიურის ფესტივალი მიუხედავად იმისა, რომ თავისი არსით იყო ასევე რაღაც ალტერნატიული მოვლენა, რაღაცა როკ ჯგუფები პანკს უკრავდნენ, პოეტები გამოდიოდნენ და რაღაცა ესეთი დისკუსიები იმართებოდა და საინტერესო მოვლენა იყო ახალგაზრდული, მაინც კიდევ უფრო მეტად გვინდოდა გამოგვეცოცხლებინა. და შემდეგ წელს ამ ფესტივალზე გამოვედით რაღაცა ესეთი შიშველ ტანზე გვეცვა დიდი ჯვალოს კვართები. გვეხურა რაღაცა გვირილის გვირგვინები, ეს რაღაცა ჰიპური მოძრაობის გავლენით და მანდ იყო ეგეთი მომენტი, რომ რაღაცა კულმინაციურ მომენტში რაღაც ლექსი წავიკითხეთ, ალექსამ წაიკითხა ლექსი და გადაისერა ვენები. სახალხოდ სცენაზე. რასაც მოყვა ძალიან დიდი რეაქცია ბუნებრივია იმავე მომენტში. და ეს სიგიჟე იყო ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ტექსტს მოყვა რეალური ფიზიკური აქტი, ამას ჰქონდა რაღაცა ძალა, ასე ვთქვათ. რატო დაირქვით ისე ვარდისფერი ავტობუსი? არ დაგვირქმევია, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ჩვენ რომ გავერთიანდით და მეორე მხრივ როგორც აღნიშნე, რომ არსებობდა ჯგუფი ლაბორატორია, რომელიც იყვნენ პაატა შამუგია, ზურა ჯიშკარიანი, მიშა ბახსოლიანი და ლეონავტა და ხო, საინტერესო ავთო ხურციძე და სხვები და ეს ორი ჯგუფი რაღაცა დავმეგობრდით, დავიწყეთ რაღაცა საერთო ღონისძიებაზე ფიქრი. და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ რაღაცა მანიფესტივით გავაკეთოთ ამ ღონისძიებისთვის. და დაიწერა ეს მანიფესტი, რომელშიც იყო სტრიქონი, ჩვენ ვართ ვარდისფერი ავტობუსის პოეტები, ჩვენ ვართ და ესეთი ბევრი ფრაზა იყო, მაგრამ რატომღაც ეს არ მახსოვს მერე ვინ შემოგვიტრიალა ეს სტრიქონი, რომ აი თქვენ ის არ ახართო, აი ვარდისფერი ავტობუსის პოეტებიო და ეს ვარდისფერი ავტობუსის პოეტები შემორჩა. იცი რა მინდა ვიკითხო და მე ნელ-ნელა უკვე გადავალ სხვა თემაზე.
შენი აზრით ამ შორეული დაკვირვებით, როდესაც თქვათ ადამიანების ჯგუფი მართლა გულწრფელად მაინტერესებს ეს, იმიტომ რომ თქვათ ასეთი რადიკალური ამბების ნაწილი მე არასდროს არ ყოფილვარ თვითონ. და ცალკე აღებული ადამიანებს საინტერესოა. როდესაც ადამიანების ჯგუფი ცდილობს, რომ საზოგადოებას, რომელიც საკუთარი ფორმირებით არის განსხვავებული, რაღაც შოკის მომგვრელი და სხვანაირი დაანახოს. ანუ აჩვენოს, რომ აი ჩვენ ვართ განსხვავებულები და გვინდა რაღაც ტიპის რევოლუცია. ხო? რას გულისხმობს ეს ცვლილება? იმას რომ ყველა თქვენ ჩვენ დაგვემსგავსეთ, თუ უბრალოდ დაგვინახეთ და მიგვიღეთ ისეთები როგორიც ვართ, მაგრამ თქვენ დარჩით ისეთები როგორებიც აქამდე იყავით. ზუსტად რო გითხრა მაშინდელი აი სამკაული უნდა დაგმსგავსებოდა? კაი ტიპები რო გამختارიყვნენ? არა. მაშინდელი ამოცანით ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ადამიანებში იყო ძალიან ბევრი მსგავსი ენერგია და ისინი ვერ ბედავდნენ ამ ყველაფრის გარეთ გამოტანას. ანუ თქვით რაღაც, რომელსაც ვერ ამბობთ. კი. ეს იყო ჩვენი ხედვა, ასე ვთქვათ, რომ ჩვენც მქონდა ეგ მომენტი. მე რაღაც ძალიან ტრადიციული ოჯახიდან გამოსული მორწმუნე ბავშვი ვიყავი, რომელიც პირველი რაღაც საღამორო ჩავატარეთ, მე რაღაცა პასუხები უნდა გამეცა რაღაც კითხვებზე ოჯახისთვის, რომ რა ხდებოდა, რა გინდოდა იქ. ხო და ასე არ იყო ჩვენთვისაც მარტივი, ანუ ასე ვთქვათ. და რაღაცები გადავლახეთ, რაღაცებს გადავაბიჯეთ და გვინდოდა ამითი გვეჩვენებინა, რომ გათავისუფლდით და თუ თქვენში არის რაღაც იმპულსები, რომელსაც საზოგადოება წნეხავს და ვთქვათ იმის გამო ვერ ავლენთ, რომ ვიღაცისთვის მიუღებელია, გამოუშვით. მისიონერული აქტი. ხო, გვინდოდა მაგალითი გვეჩვენებინა და ვგრძნობდით, რომ ეს მუხტი და ეს იყო ახალგაზრდობაში. მე ვიტყოდი, რომ პირდაპირ შედეგი ლოკალურად მოიტანა, იმიტომ რომ თვითონ ვარდისფერი ავტობუსის აქტივობებიდან გამომდინარე იმ პერიოდში ლოკალურად ალბათ ახალგაზრდობაში რაღაცა ეს ვირუსივით გავრცელდა და იყო ეს მომენტი ახალგაზრდები უფრო მეტად მე ვხედავდი, რომ იქმნებოდა კიდე პატარ-პატარა პოეტური ჯგუფები რაღაც, რომლებიც ესეც საღამოებს მართავდნენ. ანუ ცოტა კარგი გაგებით წაბაძვითი აქტივობები დაიწყო. კი, ადამიანი ბაძვის არსებაა და ამ რაც ჩემთვის ნიშანი იყო, რომ ჩვენ ვიყავით ამის რაღაცნაირად ინიციატორები, იყო, რომ აი ესეთი ცოტა მეამბოხე ხასიათის აქტივობები იყო ეს ყველაფერი. მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით რო შევხედოთ, არ ვიცი, ეხლა ეს არ იყო მხოლოდ ვარდისფერი ავტობუსი, ეს იყო რაღაცა ეპოქის გამოძახილი, რომ აი ამ აგორებულმა გუნდამ საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ უფრო სხვა თაობა დაიბადა. სხვა თაობა დაიბადა, ხო, უფრო თავისუფალი თაობა დაიბადა. პირველად რო ჩატარდა მე მახსოვს open air-ი მაგალითად. და იპოდრომზე რაღაცა ხალხი რო დავინახე აი ესე გაშლილი მინდორში და რაღაც თავისუფლების სურნელი ვიგრძენი. საკუთარი წვლილიც შეამჩნია ამაში. ან მინდოდა რომ დამენახა რომ აი ვიღაც ახალგაზრდებში მაინც ამას ქონდა რაღაცა გავლენა, ხო. კი ბატონო. დიდი მადლობა. მოკლედ მე უკვე დრო მიდის და ადამიანები ვთქვათ საკუთარ პრიორიტეტებს ცხოვრებაც აკორექტირებს გარკვეულწილად და ნუ რაღაცები იცვლება და ეს ჯგუფი დღეს ამ ფორმით აღარ არსებობს, მაგრამ შეიძლება ვთქვათ მე ოდესმე რაღაც Pink Floyd-ივით ერთ საღამო გააკეთოთ. მაგრამ დაიწყე უკვე ცალკე გამოვიყენოთ ეს თქვა კარიერა როგორც ლიტერატორ, როგორც დრამატურგმა, როგორც ვთქვათ პოეტმა, როგორც უკვე ვთქვათ აღნიშნეთ რაღაცნაირმა ადვოკატმა ახალგაზრდა თაობაში წიგნის და წიგნიერების და მოდი ვილაპარაკოთ ამ პროექტებზე, იმიტომ რომ ეს არ არის მართლა რიგითი პროექტები, მე ვიცი უამრავი ადამიანი, მათ შორის რეგიონებში, იმიტომ რომ მე დავდივარ კვირაში 2 სოფელში, 2 სკოლებში თან განსაკუთრებით და გარდა იმისა, რომ გადაცემას ყავს მაყურებელი და ბაძვა ვახსენეთ, ხო, ახლა ამ შემთხვევაში. აი ყველა ბავშვი, რომელიც მიდრეკი ახლა ყველა ბუნებრივია ამ სურვილით არ არის. ვთქვათ, რაღაცნაირად გამორჩეული, მაგრამ ვისაც აქვს ეს მეტნაკლები მიდრეკილება ინტელექტუალობისკენ, არის რაღაცნაირად ვთქვათ, თვალებ ვთქვათ, მოშტერებული ეკრანს და ცდილობს, რომ მაგალითი აიღოს იმ ბავშვებისგან, რომლებიც შენს პროექტებში სხვა
პლატფორმაზე, იქნება ეს ტელევიზია, იქნება ეს YouTube თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მონაწილეობენ, ხო? ანუ დიდი გავლენის მქონეა ნამდვილად, ხო? და აი როგორ დაიწყო ეს ამბები, როგორ მიმდინარეობს და რა არის შენი სურვილები ამ მიმართულ. ნუ მესმის ახლა ზოგადად იტყვი რომ თქვა ეს და ეს, მაგრამ მინდა რომ ცოტა უფრო კონკრეტულად ვილაპარაკოთ. მიხარია, შენ რომ მაგას ამბობ, იმიტომ რომ ყველაზე მეც ხედავ ზუსტად მაქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულში გინახავს, გიგრძნია და იცი. ყველგან ამბობენ, რომ ეს არის მაგალითი და აი ჩემი თქვა მოსწავლე ახლა წიგნების თაროში მონაწილეობდა, იმაში მასწავლებლებიც მეუბნებიან ხოლმე. მიხარია. კი, წიგნების თაროს დაწყების მომენტშივე პრინციპში ჩემი ჩართვის თავარი მოტივატორიც ის იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყო ეს პროექტი თუ მანამდე სხვაგანაც? არა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაღაც პროექტების კონკურსი გამოცხადა 2015 წელს და ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა წიგნების თარო. შეიქმნა, მერე მიდიოდა მომზადების პროცესი და 2016 წლის 16 იანვარს. შენ იმ თავითვე მონაწილე იყავი თუ შეგარჩიეს როგორც? მე დამიკავშირდა ნინო კელაურიძე, რომელმაც მითხრა, რომ აი რაღაცა ესეთი იდეას ამუშავებდა და მომიაზრებდა წამყვანად. მე მოხდა უცნაური რაღაცა და ასევე სცენარისტად მოიაზრებდა ტორესას. ტორესა მოსი მწერალი. ხო. შევიკრიბეთ ეს ადამიანები, დაგვემატა კიდე ქეთი კაპანაძე როგორც პროდიუსერი და დავიწყეთ დამუშავება ამ პროცესის და მე მოხდა მოკლედ ეგეთი რაღაცა, რომ მე პარალელურად რაღაცაზე ვმუშაობდი და მოკლედ არ გამომდიოდა წამყვანობა აქეთ. მე ის პროექტი აღარ გამოვიდა, რასაც მუშაობდი. ის ტელევიზიას უკავშირდებოდა? ხო. და ნუ ვარჩიე რომ მეთქი მე ვიქნები სცენარისტი და ტორესა იყოს წამყვანი თქო. თავიდან. ხო. და მე უკვე წავიდა ეგრე მუშაობა. მეცაც გეტყვი ბორდმა პირველი არხის სამეურვეო საბჭომ დაამტკიცა პროექტი, პილოტი, რომელიც იყო ტორესა წამყვანი, რომელშიც. ეგ ამბობთ. მე მოხდა კიდე უცნაური რამე. 16 იანვარს გავიდა ეთერში და თუ სწორად მახსოვს 7 თუ 8 იანვარს ჩავწერეთ პირველი გადაცემა ერთი კვირით ადრე. და ტორესა წამყვანად? არა. წინა საახალწლო, ანუ მანამდე ჩავწერეთ პილოტი ტორესა წამყვანად, რომელიც დამტკიცდა, გამზადდა, ყველაფერი სამეურვეო საბჭომ თავისი დასკვნა დადო. ტორესამ განაცხადა, რომ 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თელავის მერად უნდა ეყარა კერჩი. და მოკლედ შეუსაბამობა იყო უკვე მასთან და ოღონდ ეს განაცხადა ლიტერატურული ისტორია. ხო, ძალიან უცნაური იყო. სადღაც 2 კვირით 20 დღით ადრე გითხრა ეს ამბავი წინა საახალწლოდ. და ერთ კვირაში შემაგდეს თელავში. მოაგებინებდა იმ სკოლებს. არა, ხო, ისე როგორია, ხო, საზმაუზე საბავშვო გადაცემა რომ თელავის მერს მიყავს. აი, იქნებოდა, ხო და ნუ ტორესა გადავიდა სცენარზე და მე შემაგდეს წამყვანად და ამას მე 10 წელი. ყოველ შემთხვევაში გურჯანს არ მოაგებინებდა. გურჯანს სასტიკად. ხო და მე ნუ ბედის ირონია ის იყო რომ თვითონაც აღარ შევიდა მაგ ბრძოლაში საბოლოოდ. მაგრამ დარჩა სცენარისტად? დარჩა წიგნების თაროს სცენარისტად. და ახალი პილოტი ჩაწერეთ, ახალი გადაცემა. ახალი ის ყველაფერი, ოღონდ ეს მოხდა უკვე ერთ კვირაში ამ რაღაცა. და პრინციპი იყო, რომ რეალურად ჩვენ დაგვენახა როგორი თაობა მოდის და შეჯიბრობითობის პრინციპის გამოყენებით, თქვათ, ლიტერატურის წიგნის სიყვარულის, თქვათ, პოპულარიზაცია მოგვეხდინა. ხო, ეს იყო განზრახულობა. კი, ჩვენ მქონდა ეგეთი მომენტი, რომ პატარა დისკუსია რომ მოვაწყეთ, სანამ დავიწყებთ, როგორი რა გვინდა რომ იყოს საბოლოო ჯამში წიგნების თარო. ჩვენ ვთქვით, რომ აი გვინდა რომ ბავშვებს შეუყვარდეთ კითხვა წიგნებზე, იყოს გადაცემა და. ხო, ყოფილა რაღაც ტელესივრცეში ეგეთი გადაცემები. რა პრობლემებს ხედავდით? პრობლემას ერთს ხედავდით, რომ კი, მანამდე ეტალონი იყო კიდე სხვა ტიპის გადაცემა. ხო, რაღაცები კიდე იყო ჩვეულებრივ ლიტერატურული დისკუსიები, რაღაცა საუბრები და ასე. ამაღლებელსაც ჰქონდა რაღაც მაგდაგვარ, ოღონდ უფრო დიდებისთვის. კი. შოთას ჰქონდა GDS-ზე. კი. ნუ ესე გადაცემები. ხო, ესე ბევრი. მაგრამ ერთ პრობლემას ხედავდით, რომ ხშირ შემთხვევაში სეგმენტს ცდებოდა ხოლმე ამ გადაცემების დინამიკა და ხასიათი და მიგვაჩნდა, რომ არ იყო აი როგორ თქვა რა, cool არ იყო ეს გადაცემები ახალგაზრდებისთვის და არ იყო საინტერესო შესაძლებელი. თქვენი აზრით თაობას არ პასუხობდა. არ პასუხობდა. ამიტომ ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რაღაცა ძალიან ახალგაზრდული და მათთვის კაი ტიპური
მაგრამ ამავდროულად რაშიც ჩვენ შევაპარებდით ზუსტად ამ შემეცნებას, წიგნებს და ლიტერატურის სიყვარულს. და ამან გამოიწვია, რომ ეს აზარტი, გუნდების დაპირისპირება, რაღაცა ქულები, რაც შეჯიბრებითობის პრინციპს ქმნის და ყოველთვის საინტერესო აყურებელია, ოღონდ წიგნებზე. ესე დავიწყეთ წიგნების თარო. ჩვენ ხო იმ თავითვე გვჯეროდა, რომ თაობაში იყო დიდი პოტენციალი გასახსნელი წიგნების მიმართ, რომ აი არ შეიძლება ეხა ესე რომ იმიტომ რომ სულ გვესმოდა ყურში რომ რაღაცა რა თაობა მოდის წიგნებს აღარ კითხულობენ, არავის აღარ აინტერესებს რაღაცა და არ დღემდე არ მჯერა ზოგადად რომ თაობები უარესდებიან, პირიქით მჯერა. თაობები უკეთესები ხდებიან, უბრალოდ შემჩნევა ჭირდება და ახალი გამოწვევების წინაშე დგებიან ხოლმე, რაც უცნობია ძველი თაობისთვის. მაგრამ ეს მეორე მხრივ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მოვუდუმდე და ეს თავისით მოხდება. არა, მაგას ვამბობ. ახალი გამოწვევები იბადება, რომელიც ძველი თაობისთვის უცნობია და ვერ ხვდებით როგორ შევხვდეთ ამ გამოწვევას და ამასობაში ამ გამოწვევას თუ სწორად არ შევხედეთ, შეიძლება თაობაც დაიკარგოს, ესაც მომხდარა, რა თქმა უნდა, მაგრამ პოტენციალის თვალსაზრისით არ შეიძლება რომ ავტომატურად თავისთავადაც ცუდი თაობა წამოვიდეს. არა, ეგ აბსურდია. ამიტომ გვინდოდა ამ მაგ პოტენციალის გახსნა და ასაკობრივი კატეგორიებიც ქონდა, ხო, მე სტუდენტური თავიდან იყო უფროს კლასელებისთვის. მე ცოტა გავზარდეთ, დავამატეთ სტუდენტური სეზონი, როცა დავინახეთ დიდი ინტერესი სტუდენტების მხრიდან. მე ზოგადად გადაცემა ძალიან შეიცვალა, ეხა პირველ სეზონს რო უყურებ ხოლმე, გვეცინება ხოლმე რა. ახლა ჩვეულებრივი ამბავია. რაღაც ხო, კითხვები შევცვალეთ, სტილი დავამატეთ და თვითონ წიგნების თაროს ერთ-ერთი კარგი თვისებაც ეგ იყო, რომ იყო გამოწვევებს პასუხობდა ყოველ ჯერზე. მაგალითად, რაღაცა წლების განმავლობაში დავინახეთ, რომ ბავშვებს ძალიან უჭირდათ ქართულ თემატიკაზე თამაში. გაინტერესოა. რატო? აი დაღეჭავდნენ, რავი, უელბეკიდან დაწყებული მარსელ პრუსტით დამთავრებული ყველაფერს და აკაკის რაღაც ბაში აჩუქს ვერ აიღებდნენ რა. ხვდები და ნუ ერთი პრობლემა აქ იყო ალბათ სკოლა, რომ რაღაცა ქართული ლიტერატურა არასათანადოდ მიეწოდებოდა თუ არ აინტერესებდა თუ არ იყო მათთვის მომხიბვლელი, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში თუ ეხა რა ვიცი ის იცოდნენ ეს რატო არ იცოდნენ. ამიტომ გავზარდეთ მაგალითად ქართული ნაწარმოებების წილი კითხვებში. რომ წაიკითხათ და მე რომ ხო, რაღაცა ეს გავლენაც იყო. ძალიან მაგარია. ბოლო წლებში დავამატეთ სპეციალურად ქართული ეტაპი საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის შესახებ, როცა დავინახეთ, მანდაც ცოტა ჩავარდნა. ანუ რაღაცა აი ამას ყოველთვის ვითვალისწინებთ ხოლმე საჭიროებებს. ანუ ეს თამაშად არ მიდის, სუზრუნავს იმაზე, რომ რეალური სოციალური ეფექტი ჰქონდეს. ხო და ჩემთვის აი პირველი შეხება სოციალურ ეფექტთან მიუხედავად იმისა რომ ეხა ხედავდი რომ აი რაღაცას ტელევიზიაში კარგი რეიტინგი შემოვიდა ეხა რაღაცა ძალიან მაღალი რეიტინგი არასოდეს არ ქონდა პირველ არხს მაგრამ რაც ქონდა იმის კვალობაზე კარგი შემოვიდა თან დღეს ხო ეს ცოტა უცნაური ფორმით არ მე YouTube-ზე იდება იქ ნახულობს ხალხი ხო მე უკვე მთლიანად ათვისება გახდა მაგრამ რეიტინგი ვიღაცებმა კარგი შეიძლება თქვეს და ეს ყველაფერი მესმოდა მაგრამ პირველი რეალური შეხება ჩემთვის შედეგთან მოხდა მაშინ, როცა ერთ-ერთ რეგიონში 10 თუ 11 წლის ბავშვი მოვიდა და მითხრა, რომ წიგნების კითხვა დავიწყე, რომ გამოვიდე გადაცემაში. ზუსტად ამას გეუბნები. იქაც იგივე ხალხი იყო, უცებ მივხვდი, რომ ესე იგი ეს გადაცემა მარტო კი არ ავლენს და აჩენს იმ კარგ ბავშვებს, რომლებიც კითხვა, არამედ მოტივატორი გახდა. ხო და ეგ დიდი პასუხისმგებლობა. კი ბატონო და ჩვენ დასასრულს მინდა რომ ვილაპარაკოთ შენზე როგორც ავტორზე. საინტერესოა ის რომ ნუ აქ მეც რაღაცნაირად ამ თვალსაზრისით მუშაობ. არა. პირიქით მე ვფიქრობ რომ საინტერესოდ ჩვენ თქვათ რაღაცა სიღრმისეულ ამბებს ამ შემთხვევაში ნაკლებად მივსდევთ, იმიტომ რომ ფორმატი მაინდა-მაინც ამის საშუალებას არ გვაძლევს. თუმცა არც უამისობაა, მაგრამ ნუ რაღაც ბალანსის გათვალისწინებით, რამდენიმე ჟანრში მუშაობ, ეს უფრო მაინტერესებს ამ შემთხვევაში და როგორც წესი, თქვათ, ეს გარედან ცოტა სახიფათო ამბად მოჩანს, იმიტომ რომ უცნაური გარემოა რა, ცდილობენ რომ ერთში იყო. იცი ანუ ეს სამივეში რომ მაგრად დაწერო მაინც ის ურჩევნიათ მე რომ 7-ად არიან ნუ აქეთ ხო და აი შენ ყველაზე კარგად თავს სადგრძნობ თუ ფიქრობ რომ თანაბრად ნაწილდები ემოციური თვალსაზრისით დრამატურგია პოეზია საბავშვო ლიტერატურა კიდევ ხო არ გამომრჩა პროზა შენ
ნუ მეც რაღაც მაგდაგვარი დრამატურგიის გარდა სხვა შორის შე რომელში გრძნობ უკეთ? რომელსაც იმ დროს წერიქ. ხო, ზუსტად მაგაშია საქმე. მძიმედ თქო, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან ვეჭიდავები საკუთარ დროს, ენერგიასა და განწყობას. ვიძახი ხოლმე, რომ ეს ის სამეულია, რომელშიც სამივე არასოდეს არ ემთხვევა ერთმანეთს და ერთი ყოველთვის თუ გაქვს დრო და განწყობა ძალა აღარ გაქვს, თუ გაქვს დრო და ენერგია განწყობა და ასე შემდეგ და აი ვერ დავამთხვია, რომ სამივე იყოს, რომ მაშინ და იყოს ფეოდალური საზოგადოება ან მკვეთრად კაპიტალისტური და დაგრჩეს სამივე ერთად. ეგაც მინატრია, იმიტომ რომ მაწყობს გვაროვნობიდან გამომდინარე, მაგრამ კი ბატონო. მაგრამ სამივე ერთად გამოყვებოდა. კი. ხო, მე აი შენ თავიდან თქვი ხო, რომ ახალგაზრდობაში მქონდა ეგეთი ლიტერატურული ნიქნეიმი, ანუ მეცახელი ხვიარა. რისი ერთ-ერთი ფაქტორიც იყო ის, რომ ყველაფერს ვედებოდი ყოველთვის, როგორც ხვიარა მცენარეებს ახასიათებთ. ბავშვობიდან 7 წრეზე დავდიოდი, თანწყალს თამაშობდი. არა თქვი არ ჯაკელო ხვიარა. არა. ეგ მე აღმოაჩინე სხვათა შორის. არა ხო, ანუ თან წყალბურთს თამაშობდი, თან მუსიკას, ანუ ფორტეპიანოს უკრავდი. ჩემ მათემატიკის მასწავლებელს მიაჩნდა, რომ მათემატიკოსი გავხდებოდი, ხელოვნებას გავყევი და რაღაცა ძველი ბიჭი სხვა იყავენ. არა, სხვათა შორის ვერ დავიჩემებ. ვერ მიუხედავად იმისა, რომ ხო მაგარემოში ვიზრდებოდი, მაგრამ რა იყო, იცი, ჩემთვის ესეთი როლური მოდელები იყვნენ პოლიმათები ყოველთვის. აი, ყველაზე აღფრთოვანებული ვიყავი, როცა გავიგერო დავინჩი ინჟინერიით იყო დაინტერესებული. ფეხბურთის ტოტალური მოგწონს. კი, და საერთოდ მომწონს მრავალფეროვნება ადამიანების ცხოვრებაში და დღევანდელმა რენესანსული ადამიანი. რენესანსული ადამიანი იყო. ხო, მაშინ ეგ არ ვიცოდი, მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ ესე იგი შეიძლება არ ჩაიკეტო და აკეთო ესაც ისიც და დღემდე რო ვიგებ ხო აინშტაინი ვიოლინოზე უკრავდა, რაღაცას მუსიკა უყვარს, აი ესეთ მოკლედ ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინთეზს რო ვიგებ ხოლმე ძალიან მიხარია რა. იმიტომ რომ მგონია რომ არის ადამიანში ეგ და აი 7 სამეფო ხელოვნებიდან გაწყებული ხალხს ცოტა ნერვები ეშლება მაგაზე. მაგრამ ეგ არა უშავს. არა, ნუ იცი რა, ადამიანი კომპლექსური განვითარების შემთხვევაში ეგრე უნდა იყოს, რომ უყურებდეს სამყაროს მათემატიკურადაც და ხელოვნების ენითაც. ხო და ამიტომ დღემდე არ შევზღუდულ ვარ არასოდეს, რომ თორემ რა თქმა უნდა, კი ბევრისგან გამიგია, რომ არ შეიძლება ყველაფერი კარგად გამოგივიდეს. ამიტომ მაშინ ყველაფერს გააკეთებ, მაგრამ ყველაფერი იქნება ნახევარფაბრიკატი. და რაღაც შემთხვევაში შეიძლება ეგაც ეგრე ხდებოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ თუ გინდა ამის კეთება არ სცადო. ამიტომ დრამატურგი არის ჩემი პროფესიაც და ხანდახან არის ამბები, რომლების გამოხატვაც აბსოლუტურად დრამატურგიის ენაზე უფრო მომწონს. მირჩევნია, რომ პიესის ფორმით დავწერო. არის პოეზია ხო იმპულსია, ხა პოეზიაზე არ არის ესე, რომ აი რაღაცა შავებ იდეას იწერ ჩაინიშნავ მე რაღაცა დაჭდები ხო? ცოტა უფრო სპონტანურია. ცოტა უფრო სპონტანურია. პროზა კიდევ სხვა ენა არის, როგორც გითხარი ხანდახან მუსიკას წერ რაღაცა საბავშვო ლიტერატურა სრულიად სხვა სპეციფიკას სრულიად სხვა არის და იქ სხვა განწყობით ხდები ხოლმე და ეს ძალიან ბევრი ეს რაღაცა ბილიმილი განივით ვარ, ბევრი ადამიანი ცხოვრობს ჩემში და მაგრამ ეს გასაზრდოებს. კი, თუმცა აი როგორც აღნიშნე, ცოტა მძიმეა ჩემთვის, იმიტომ რომ ბოლო დროს ძალიან გავაიშვიათე ეგ ამბავი და ვეღარ ვახერხებ. ამიტომ მოვითხოვთ ფეოდალიზმის დაბრუნება. ფეოდალიზმის დაბრუნება საჭირო მე სამი სოფელი მექნება აზნაური შენ შეიძლება მთელი ისინი. არაფერი, ერთ კუთხეს და ერთ მაგიდას ვითხოვ და ეგაც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე ეჭვი მაქვს რომ შენს გადაცემაში საკუთარი ნაწარმოებებიდან კითხვებს არ ახარებ. ეს ხო ეს იმიტომ დამჭირდა რომ იმ ხალხისთვის, ვინც შენ გიცნობს მხოლოდ როგორც ამ პროექტის ავტორს, მიმენიშნებინა რომ ამის მიღმა და შეიძლება ეს არის მიღმა პირიქით, მაგრამ ნუ ახლა სოციალური აზრით ალბათ უფრო მიღმა არსებობს სრულიად შესანიშნავი თანამედროვე ქართველი ავტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, რომელიც დღეს ჩვენი დიალოგის მონაწილე იყო ბიბლუსი თოქს უსმენდით, მე გიორგი გეგელიძე გახლავართ.